იმერული ფოლკლორის საღამოები დასრულდა. 24 ივნისს დასკვნით კონცერტზე მაყურებლის წინაშე ვანის, საჩხერისა და ბაღდათის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები და ლოტბარები წარდგნენ. დამიჯერეთ ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ. მერე მჯერა ვერასოდეს დაივიწყებ. ამ სახელწოდებით ღონისძიებები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საღამოების ციკლის სათაური აფხაზეთში დახვრეტილი პოეტის ეთერ სამხარაძის ლექსიდანაა. კონცერტზე წარმოდგენილი იყო განახლებული პროგრამა, საარქივო და საექსპედიციო ჩანაწერების მიხედვით აღდგენილი ფოლკლორული ნიმუშები და საგალობლები. ფესტივალის დახურვის ღონისძიებას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე უძღვებოდა. ღონისძიებები დედაქალაქში 22, 23 და 24 ივნისს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. ეს 3 დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იმერეთის სალოტბარო სკოლები ყავდა სტუმრად თბილისში. ყველა სკოლამ წარმოადგინა საოცარი რეპერტუარი, საოცარი საგალობლები და ძალიან დიდი წინსვლა არის ამ კუთხით. იმერეთი ერთ-ერთი მოწინავე რეგიონი გახდა. ჩვენ ვიცით, რომ 45 სალოტბარო სკოლა გვაქვს და მე მინდა ვთქვა, რომ იმერეთის სკოლებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი და ეს პროექტი შეიძლება ჩაითვალოს ძალიან წარმატებულად და ჩვენ გავაგრძელებთ თბილისში სხვადასხვა რეგიონების სალოტბარო სკოლების მოწვევას და ესე კუთხური კონცერტები გვექნება. ჩამოვიყვანთ სვანებს, ჩამოვიყვანთ კახელებს, ჩამოვიყვანთ ქართველებს და ესეთი ტიპის კონცერტები ძალიან საინტერესო არის როგორც თვითონ ბავშვებისთვის და ჩვენი თქვათ ლოტბარებისთვის, ასევე ძალიან საინტერესო არის თბილისელი მსმენელისთვის, მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ესეთი ტიპის კონცერტები როგორც მე არ მახსენდება, რომ ჩატარებული იყო აქამდე კონკრეტული კუთხის ფოლკლორის ესეთი დოზი და ესეთი სიძლიერე წარმოჩენა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა იმერეთიდან სალოტბარო სკოლების საანგარიშო კონცერტი, სადაც წარმოდგენილი იქნა ქართული ტრადიციული საგალობლები, ქართული ხალხური სიმღერები. ახალგაზრდების მიერ შესრულდა ძალიან კარგად. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ სალოტბარო სკოლები წლიდან წლამდე ვითარდება. მათი პოპულარიზაცია და ცნობადობა იზრდება რეგიონებში. ძალიან ბევრი ახალგაზრდა უერთდება სალოტბარო სკოლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ქართული ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაცია გაიზარდოს და ასევე ჩვენ მომავალი თაობის სახით მივიღოთ ნიჭიერი და ძლიერი შემსრულებლები. სალოტბარო სკოლები უკვე 10 წელზე დიდი ხანია მოქმედებს საქართველოს მასშტაბით. 45 სალოტბარო სკოლაა, სადაც უფასოდ შეისწავლება ქართული გალობა, ქართული ხალხური სიმღერა, ტრადიციული საკრავები და ასევე ქორეოგრაფიაც და ეს არის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, ვინაიდან ჩვენ ამ ახალგაზრდების სახით მივიღებთ განათლებულ, კულტურულ და შემოქმედებითად ძალიან საინტერესო საზოგადოებას. იმერეთში 7 სალოტბარო სკოლა გვაქვს. დღეს წარმოდგენილი იყო 3 სკოლა, ვანის, საჩხერის და ბაღდათის სკოლები. შესრულდა იმერული სიმღერები, ეს 3 დღე მხოლოდ იმერული სიმღერები და დასავლეთ საქართველოს ტრადიციის საგალობლები. ძალიან მნიშვნელოვანია ეს სკოლები ჩვენი ერის იდენტობისათვის, მომავალი თაობის განვითარებისათვის და ძალიან ბევრი ბავშვი სწავლობს უკვე ამ სალოტბარო სკოლებში, არა მხოლოდ იმერეთში, მთელ საქართველოში უკვე თითქმის ყველა რეგიონშია სკოლა და კიდევ იხსნება სკოლები. ამ კონცერტისთვის მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით. ძირითადად წარმოდგენილი გვაქვს იმერული ჩანართები, რომლებზეც ძალიან დიდ ხანს ვმუშაობდით და ჩემთვის ამ კონცერტში მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ სცენაზე ჩემს მეგობრებთან ერთად შევასრულებ ჩემი კუთხის სიმღერებს. მე დღეს სიმღერაში უნდა შევასრულო ყანური, ანგელოზთა ძალნი და მრავალჟამიერი. მე ძალიან ვემზადებოდი დღევანდელი დღესთვის, რადგან ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა თბილისში.